Პოთის საბავშვო ბაღების თანამშრომლებს მაისის თვიდან მომატებული ხელფასი უნდა აიღოთ. Როგორც ისინი აცხადებენ, მათ დაპირება ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი კაკულია მისცა. Თუმცა მათ დღეს სახელფასო ანგარიშზე ისევ ის თანხა დაერიცხათ, რასაც გასულ თვეებში იღებდნენ. პედაგოგები ვითარების გასარკვევად ადგილობრივ მერიასთან მივიდნენ. საერთო დარბაზში საბავშვო ბაღების პედაგოგებს ქალაქის მერის მოადგილე ნიკა გრიგოლია. მერის თანაშემწე ფისკალურ საკითხებში სულხან თოლორდავა და საფინანსო სამსახურის უფროსი ვასილ თოდუას შეხვდნენ. პედაგოგები მათგან საკითხის გარკვევას ითხოვდნენ. ამბობენ, რომ თავს მოტყუებულად გრძნობენ. რაშია საქმე? ვინ თქვა ტყუილი, ვინ ამბობს ტყუილს და ვინ ამბობს მართალს? ეს ვერ ამის გასარკვევად მოვედით დღეს. გაერთიანების ხელმძღვანელი სასურველი იყო, რომ მობრძანებული იყო და დავლაპარაკებოდით. ვიცით რომ მოუახლოვდა კარებს, მაგრამ რატო ხაც უკან დაბრუნდა და რატო არ ვიცი, რატო ვერ გიყურებს თვალებში ვერ ხვდები. Როგორც ჩვენთან საუბარში ამსდელმა და ბაღების თანამშრომლებმა განაცხადეს, მათ პრეტენზიები ბაღების გაერთიანების მისამართით აქვთ. ხელფასის არ მომატებას ისინი პროფკავშირებში ყოფნას უკავშირებენ. ეჭვობენ, რომ მათი ყოფნა გაერთიანებას არ მოსწონს. რატო ხართ პროფკავშირებში, რატო ერთიანდებით პროფკავშირებში, რა არის პროფკავშირები, რას წარმოადგენს და ჩვენი უფროსები ვინც არიან და ახლა რადგან დავაკონკრეტო. აი ესეც ახლა რომ დღეს წელს ამ თვეში არ დაერიცხა მომატებული ხელფასი და გვპირდებიან ივნისის თვეში ამ ხელფასის მომატებას, აი ესეც დროის გაწევის მომენტია და მეტი არაფერი. დღევანდელ შეხვედრაზე პედაგოგებმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ბაღებში არსებული სიტუაცია გააცნეს. განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე თანხის გადახდა აღსაზრდელების ხარჯზე ხდება. ბოლოს საბავშვო ბაღში ვართ. კანალიზაციაში რა ვიცი ცხოვრობთ, რასაც ქვია. ესა სად მიდის ეს ფული მაინტერესებს სად დღეს გადავყარსეთ ბატონო ისინი ბალახები 20 ლარი ჯგუფებიდან გავიტანეთ. რაიმე კეთდება ყველაფერი ჯგუფებიდან. სად მიდის თანხები სახსრები? მაინტერესებს სად მიდის თანხები? ოფიციალურად მონაწილეობას მომივიღებთ ხიარის სტარტებში 25 ლარი უნდა გადავიღოთ იქ მომსა წამყვანი გვინდა, მუსიკოსები გვინდა. არის ხედ რატომ არის ეს გადასახდელი თქვენ? ნუ ახლა თქვენ გეკითხებით რატომ მოხდებინებენ ჩვენ პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე ინგა გვასალია. ამბობს, რომ ამ ადამიანებმა კუთვნილი ანაზღაურება უნდა მიიღონ. გარკვეული ეჭვები მასაც აქვს. პირდაპირ მეუბნებიან ჩვენი წევრები, რომ მათ ეუბნებიან ამის შესახებ, რატომ ხართ პროფკავშირში, რა გინდათ პროფკავშირი, არაფერს არ გაგიკეთებთ, მე არ მინდა რომ პროფკავშირის გააკეთოს რაღაც შედეგებს ან თქვენი პრობლემების ასე ვთქვათ პრობლემების აღმოფხვრაზე იზრუნოს და სწორედ ამიტომაც ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამას უკავშირებ, რომ ეს დარკვევებაც ამ ხელფასების მატებას, რადგანაც მათ არ აწყობდათ, რომ პროფკავშირის მიერ იყო ეს მიღწეული. მერის მოადგილე დღეს პედაგოგებს დახმარებას დაპირდა. ხელფასების გაცემას აქ თავის პროცედურები თანხების გაერთიანების გამო აგებს შეექმნა შეფასებები, რომელიც ამ თვის ბოლოს გამოსწორდება და ის დანამატი, რაც მათ შექმნა ქალაქის მერი ამ თვის ბოლოს დაერიცხა. შესაბამისად, ყველა შემდეგ თვეში მან დაერიცხა მომატებაში. ყველა შემოვიდნენ წერილობით, რა პრეტენზიები აქვს აიბის ხელმძღვანელთან, კონკრეტულ ხელმძღვანელთან და შემდეგ გამიხილოს სამსახურს. დაგვპირდნენ და ამით შეასრულებენ კიდევაც. თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მოვითხოვთ თავიდან. ქალაქის სკოლამდელი საამზადო გაერთიანების დირექტორმა კი ჩვენთან საუბარი არის სურვა.